მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის, როგორც ხედავთ, ამავე მიღებული გაქვთ საჯარო მოწვევა, ხო, ბატონო კახა და სწორედ ევროპის ღონისძიების ფარგლებში ხართ ადგილზე. Გვითხარით თქვენი შეფასება დღევანდელი დღის გათვალისწინებით და ასევე იმ გზავნილის, რომ ევროპული გზა არის სწორედ საზოგადოების, ხალხის და თითოეული ჩვენგანის არჩევანი. კი, პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, რომ აქ პერსონალური მოწვევა არავისთვის არ გაუკეთებიათ და ხალხი მოვიდა, ყველა ვინც იყო დაინტერესებული და ვისაც უნდა საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაცია, ამას უყურებს როგორც თავისი ქვეყნის და თავისი ცხოვრების მიზანს. ამიტომ აქ მანდამაინც არც ქართული ოცნების წარმომადგენლები თუ დაინტერესებულები იქნებოდნენ, მოვიდოდნენ. შეიძლება პრემიერი არ მოვიდეს მოწვევის გარეშე, მაგრამ ნებისმიერი სხვა წარმომადგენელს არაფერი არ დაუშავდებოდა, რომ მოსულიყვნენ და ღონისძიებაში მიიღოთ მონაწილეობა. ყოველ შემთხვევაში ხალხში გარეულიყვნენ, ხო? მაგრამ მთავარი ის არის, რომ ინტერესია ძალიან დიდი. მე აქ ნახე უამრავი ახალგაზრდა, უამრავი სხვადასხვა სოციალური ფენის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, სხვადასხვა ორგანიზაციის ადამიანი და ყველა მოვიდა აქ იმ ინტერესით, რომ მათ აინტერესებთ ევროკავშირი და აინტერესებთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. კი ბატონო. ბატონო კახა, მე კითხეთ ასევე ხალხის არჩევან როგორც ევროპულ გზაზე, როგორც საქართველოს ხალხის არჩევანზე და არა რომელიმე ხელისუფლების, ხო? ამაზე არის სწორედ აქცენტი, მათ შორის იმ საერთო განაცხადში, რომ ზუსტად ეს არის, ამაშია საქმე. დიახ. კი ბატონო და ამის თქმაც მინდოდა, რომ დღევანდელი პრინციპში ღონისძიების ესეთი ფორმა ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირშიც კარგად აცნობიერებენ, რომ აქ ის რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ის რომ ჩვენ ევროპული პერსპექტივა გვაქვს მოცემული, ეს არ არის რომელიღაცა პარტიის დამსახურება და რომ ეს არის თლიანად ხალხის არჩევანი და ხალხის დამსახურება. და ზუსტად ამაზე არის, ვთქვათ, ეს შეიძლება ეს დემარშიც გათვლილი, რომ მათ პერსონალური მოწვევა არავის არ გაუგზავნეს, ისევე ზუსტად როგორც ქართველი ხალხია ამის თანამონაწილე ამ პროცესის და შეიძლება ითქვას, რომ მათი დამსახურება არის უმეტესად რომ ჩვენ მოგვანიჭეს ეს სტატუსი და ვართ საერთოდ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩართულები, ასევე შეეძლოთ მოსვლას ყველას იმათ, ვინც თulis რომ რაღაც ერთი აგური მათაც დადეს. და აქედან ჩანს, რომ პრინციპში ევროკავშირი არაერთ განცხადებაში უთქვამთ ესეც და სხვათა შორის όσο კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ხაზი გაუსვეს იმას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხაზგასმით იყო ნახსენები. და ამიტომ აშკარად ჩანს მათი განწყობა, რომ ნებისმიერი სხვა სიტუაციაში ქვეყნის მთავრობის ესეთი ქცევის შედეგად, ესეთი აგრესიული დამოკიდებულების და აბსოლუტურად თანამშრომლობაზე რო უარს ამბობენ, ხო? აი ამ დამოკიდებულების შედეგად ევროკავშირი აუცილებლად გაიწევდა თავის ყველა ეს ვთქვათ ინსტრუმენტს, გაიწევდა კანდიდატის სტატუსსაც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ხდება, იმიტომ რომ მათ კარგად ესმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ზუსტად არის ევროკავშირთან ურთიერთობის მომხრე და არ უნდათ რომ რაღაც პატარა ნაწილმა მოსახლეობის, კონკრეტულად რომლებიც მოკალათებული არიან მთავრობაში, მათ გადაწყვიტონ საქართველოს მომავლის ბედი სრულად მათ ჩაუგდონ ხელში. კი ბატონო, კახა, ბოლოს დარჩენილ დროში მინდა მოვასწრო თქვენთან ერთ კითხვაზე პასუხის მიღება, როგორიც არის ის სურათი, რომელიც არის მოსკოვში, აღლუმი, იქ გარკვეულ წრეში ჩატარებული ეს ღონისძიება და ამ დროს მხარდაჭერა, რომელსაც იღებს უკრაინა პარალელურად ევროპელი ლიდერების მხრიდან 1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე არის საუბარი და ამის შესახებ განცხადებას ნახავს ცივილიზებული საზოგადოება დღეს. აი ამ სურათზე რისი თქმა შეგიძლიათ? მე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა 8 მაისს და 9 მაისი ეს არის ევროპის ერთიანობის დღე, ეს არის შუმანის დეკლარაციის დღე, 1950 წელს მოხდა ეს ღონისძიება, სადაც გაჟღერდა და აი ეს სიმბოლური დამთხევა, რომ რუსეთი და მანამდე საბჭოთა კავშირმა სპეციალურად გადაწია თარიღი, რომ რაღაც ცალკე რაღაცა ეზეიმა, ჯერ არ იყო ევროკავშირის შექმნილი 45-ში, როდესაც მათ ეს შემოიღეს გამარჯვების დღე 9 მაისი აღიარეს რატომღაც
ესე უცნაურად დაემთხვა ზუსტად ევროკავშირის დაბადების დღეს და აქედან ჩანს კიდევაც რომ არსებობს ორი პროექტი ურთიერთგამობრიცხავი ევროპის კონტინენტზე. ერთი არის სოლიდარობის, დემოკრატიის, ეს არის ინტეგრაციის, მხარდაჭერის სოლიდარობის პროექტი და ეს არის ევროკავშირი. და მეორე არის ძალადობრივი ინტეგრაცია რუსეთის გარშემო, რომელსაც ზეიმობს ზუსტად 9 მაისს, ანუ 9 მაისს პრაქტიკულად რუსეთი ზეიმობს არა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას, არამედ რუსეთის ძალაუფლების გავრცელებას აღმოსავლეთ ევროპაში პირველ რიგში და აი ევროპის კონტინენტზე, აი ამ მის იმედებს რომ გაავრცელებს სრულად ძალაუფლებას. ამიტომ ეს არის ურთიერთგამორიცხავი ორი პროექტი და ის აღლუმი, რომელიც მოსკოვში ტარდება, პრაქტიკულად აჩვენებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამ რეგიონში და ევრაზიის სივრცეში მთლიანად ვერ უძლებს აი ამ რუსეთის ზეწოლას, ვერ უძლებს რუსეთის აი ამ რაღაც პრესინგს და წავიდნენ მიუხედავად აი ესეთი დიდი სირცხვილისა, რომელიც რუსეთმა საერთაშორისო ასპარეზზე საერთოდ მიიღო, მიუხედავად ამისა მაინც წავიდნენ მასთან ერთად ამ მათი ამ რაღაც უცნაური დღესასწაულის აღსანიშნად. ეს არის რა თქმა უნდა მათთვის ძალიან დიდი მინუსი და ეს არის ის რომ ვამთავრებ რომ პრინციპში ჯერჯერობით მაინც ძლიერია აი სწორედ ევროკავშირის ალტერნატიული აი ეს ცუდი ნეგატიური ძალა, რომელსაც უნდა გაავრცელოს ავტორიტარიზმი კონტინენტზე და ძალით შეკრიბოს ქვეყნები, ეს ჯერჯერობით მაინც მოქმედებს, მაგრამ იმედია რომ ის უფრო სუსტდება და სულ მალე გათავისუფლდება პრაქტიკულად ევროპა აი ესეთი ძალებისგან. აუცილებლად იმედია თქვენთან ერთად გავიზიარებ ამ იმედის განწყობას. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. კახა გოგოლაშვილი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში რეკლამაზე გავალთ და ძალიან მალე კიდევ სხვა სტუმართან ერთად დავბრუნდებით.